აქაც არ არის. საწავიღე რა. რა იყო ბეღურა? მე მირაკლი ძალიან ცივა იმ ოთახში. დროზე თუ არ ჩასვი მინა, იცოდე ბეღურები შემოფრინდებიან. ბეღურები? ხო. ესე იგი ამ ოთახზე შენი ნათესავები არ ეშვებიან. ვერას ეძებ? რას მოუძებნი ახლა მარიკა მე? სამსახურს ეძებ? მარიკუნა ახლოს არის, მაგრამ სამსახურს ჯობია. ირაკლი, კარგი რა, ასე გამოცანებით რატო ველაპარაკები? წესი რა დამიხსები, რას ეძებ? რას მოუძებნი ახლა ბეღურა? ვისკის ვეძებ. ვისკის. გახსოვს აი შოტლანდიელი პროფესორი რო იყო ჩამოსული და ვახტანგურად რო დავლიეთ მე და იმან უილიამ ვოლოსის და შალვა ახალციხელის სადღეგრძელო. ხო და მე რო გაგიჟდა ის და სულ რო გადაირია და ვისკი რო მაჩუქა. ხო გახსოვს? აი ვისკის ვეძებ. ის ვისკი თუ ვიპოვე მარიკუნა სამსახურის მოძებნა შეიძლება აღარ დამჭირდეს. და ვისკი ირაკლის სამსახურზე უკეთესი რატომა? მარიკა, იცი ეს რა ვისკია? რაღაცა სპეციალური ჩამოსხმა შემთხვევით უპოვიათ ლივინგსტონში მეცნიერებს. ხო და 3 ბოთლია სულ ჩამოსხმული და ერთი მე მაქვს. იცი რა ძვირი ღირს მარიკა? გავყიდი იმას და ავაწყობ ცხოვრებას და მე აღარ ისა რა ქვია. ვიფიქრებ. და თუ გამახსენდა. და თუ გამახსენდა. და თუ ასე არ ამბობდა, აი გავყიდი ჩემ ნახატებს და კარგი რა მარიკუნა რა. კარგი რა, შენ გეხუმრება და მე კიდე გადავაბრუნე მთელი სახლი და არსად აქ ხო ვიყავი. ირაკლი. და სამსახურში ხო არ დაგჭამ? დაწუნებული ხარ წამოიდე? არ ვიცი, რა ვიცი. ჩავაწყე რაც კი სასმელი მქონდა, ყველაფერი ერთ დიტყუთში ჩავაწყე და წამოვიღე. ის ვისკი არ მახსოვს. წამოვიღე თუ არა, ისე კი მალავდი კარადის უკან. ირაკლი. იქ უნდა ამოძებნო? არა მარიკუნა. ჯერ შევალ იმ ოთახში მოვძებნო. ხო და ალო? ხო დედა? კარგად დედა, შენ როგორ? ხო? და ექიმები რას გეუბნებიან? ხო, ძალიან კარგი. კითხავ, როგორ არა? მოიცადე ერთ წამით. ირაკლი, დედა რეკავს, მე კარგად კი ვარო, მაგრამ ექიმები მეუბნებიან ერთი კვირა კიდევ დარჩიო და შენი აზრი აინტერესებს რა ქნას? დედა უნდა დარჩეს, უნდა დარჩეს, აბარა, ექიმები თუ ეუბნებიან, უნდა დარჩეს, ჩემო ბეღურა, მეტიც, ტოლმილად ჩაბარდეს. ჩაბარდეს ტოლმილად და იცხოვრებს მარიკუნა შუაგულ ევროპაში, ვენაში, მოცარტი, ჰაიდნი, კლიმტი, რა ვიცი მე, ევროპა. დედა, ექიმები რასაც ეუბნებიან, ის გააკეთოსო. ხო. ირა. ირა, მოვედი. ეს რა მაგარი ვარჯიში მასწავლე, ესე იგი, როგორც შენ მითხარი, ზუსტად ისე მოვდიოდი. თან ლუდი მეჭირა, თან კიბეზე მოვბოდი და ერთ კიბეზე რომ მოვდიოდი, მარჯვენა ხელში მეჭირა, მეორე კიბეზე რომ მოვდიოდი, მარცხენა ხელში მეჭირა. ოჩახ სანდრინიო, ოჩახ. აი, ხო ხედავ, უკვე წარმატება გვაქვს. ჩვენ ახლა შეგვიძლია სანდრო ნელ-ნელა დატვირთვები გავზარდოთ. ძალიან. ანუ გადავიდეთ 2 ბოთლზე, მე გადავიდეთ 3 ბოთლზე, მე შეგვიძლია 5 ლიტრა ლუდი ამოიტანო სირბილით. სანდრო, შენი დახმარება მჭირდება. მე დაგეხმარები რა, ნახე რა ფორმაში ვარ. ხო. სანდრო. ჩემ ძველ სამსახურში.
ჩემ ძველ კაბინეტში უნდა შევიპაროთ ჩუმად მე და შენ ისე რომ არავინ გაიგოს. ისევ საგანგებო მისია. ირაკლი, მოდი ერთი წამით, მოდი. ეხლა ერთი სამბაბან და მაფატია. თოლისმენა ეხლა. სადნა შეიპარო გამაგებინე? და რო დაგიჭირონ მერე? თან აი სანდრო მიყავს, დათოს მაინც უთხარიან, ვინმე სხვა მონახე არ ვიცი. მარიკუნა ვეწყოდი დათოს. მაგრამ დათო ძირითადად არის ტრიკოტაჟის ნაწარმის გამოტანაზე სპეციალიზირებული. ხო და თან ახლა თუ რაღაცა მოხდა და ეს ვიღაცამ გაიგო, მარიკუნა, ყველაფერს სანდროს დავაბრალებ. მარიკუნა, შეხედე ამას ვინ დაიჭერს? ირა! ვაიმე რა მოვიფიქრე? ირა, მოდი ჩქარა, თან დავხაზე. მე როგორ მოვიფიქრე? ხო, ეხლა ნახე. ესე იგი, შენი კაბინეტს კარები აქვს, ხო? აუ, მაშინ არ გამოდის. აი, ჩემო ბელგური. ამას ვინ დაიჭერს? სად არის ახლა რომელი საათია? დათო შენ გელოდები? თქვენ აქ ხართ? კიმერში გამჩნიეთ? ამერში გამჩნიეთ? ვერ შემამჩნია. ვერა. დათო რატომ აგვიანებთ სამსახურში? მე კი არ ვაგვიანებ. თქვენ მოხვედით ადრე. საათ შეხედე რომელი საათია? თქვენ საათ არ გადაგიწევიათ? რატომ უნდა გადამეწია? ევროპაში გადაწიეთ. ხედავთ რა ხდება კამპანიის დირექტორი. ესე იგი ევროპელობა გვინდა და საათის გადაწევა არ. ღმერთო რა დავაშავე. ბავშვები სად არიან? თვითონ ადრე ბავშვი. დათო 20 წუთის წინ მოვედი და არავინ არ დამხვდა. არავინ არ დახვდათ? ой, შეიძლება ბავშვებს ხა პატარები არიან, აერია 10 თუ 20 წუთი გავიდი. ჩემ ბავშვს ეკეთებს ხოლმე რომ უნებდია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. გაკვეთილებს აცდენ. აგვიანებ. რა ხდება, რა გჭირს? ისეთ რა არის კაპიტანო? მარინე. დათო, მარინე არა. მარია. არა. იცით რა არის კაპიტანო მარინე? მე არც ვაგვიანებ და არც გაკვეთილებს ვაცდებ. არაცდა. გუშინ პეცაბჭოზე რატომ არ იყავ? ლიანა მაგ გითხრათ? კი, მითხრა სამზარეულოში წაიქცა და ფეხი იტკინაო, მაგრამ მე აი, ხო, დავეცი ამის ჭირა და ფეხი და ეხლაც დასებული მაქვს. აი, ნახეთ, რა კარგად მოვფიქრებია კი. ჟურნალს რატომ არ ავსებ? ლიანა შეავსებს. აჰა. შობელთა კრებასაც არ ატარებ. ლიანა ჩატოი. დათო. დიახ. მოკლედ ძალიან ბევრი დარღვევები გაქვს და ლიანა ვეღარ გიშველის. იშველის. ნახოთ. ნახოთ. დათო. დიახ. აი კიდევ ერთხელ დააგვიანებ. და რა უნდა მომივიდეს? რა უნდა მოგივიდეს? დავისჯები. დიახ, ჩემო კარგო, დაისჯები. ნახვამდის.
მე რა არის ახლა სად არის ამდენ ხანს რა ამას მე დავამონტაჟებ თუ ეს რას? ამას გამათბობელს ხო კარგი თამარ მოვა ის კაცი აბა რა სიზამს გზაშია ეთყობა ხო არ მოფრინდება რა მალე მოვა ქეთუ მიდი რა გაიხედე კიდე კარგი რა აღარ გიგებ მაგრამ რა გავაკეთო თამრი აღარ შემიძლია ფეხის თითები მეტკინა რა აიხედე გაიხედე ჩამოიცი აიხედე გაიხედე ჩამოიცი აიხედე გაიხედე ჩამოიცი ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ ხუთჯერ კარგი თამარ რატო ნერვიულობ შენ ასე არა რა იყო გამათბობელზე კი არ ნერვიულობ უბრალოდ ვინ ჩემპირდა რომ გამათბობელს დაგიმონტაჟებო ამ ქარხნის დირექტორი ჩემი ახლობელია კეთო მოიცა ესე ქარხნის დირექტორი დაგპირდა ხო არ გეპრანჭება ჰა თამარ კეთო გაჩუმდი რა ჩუმად იყავი ხმა არ გავიდეს და ამან არ გაიგოს ჩუმად დაიმე მოვიდა რა გავაკეთო მოვძანდი აი მეც მოვედი გამარჯობა აქ მომონტაჟებთ ხო დირექტორი სად არის მარტო თქვენ გამოგიშვათ აბა სად ვაყენებთ აი ეს არის ამოვიღოთ გაჩერდი რა არ მობრძანდა ვაჟბატონი სუფრაზე კარგად მეპრანჭებოდა კარგი თამარ ეხლა რა მოხდა ეთყობა არ ეცალა იმ ადამიანს მაგსამაგეროდ მეჯვარი გამოგზავნა აგეთ უკაცრავად რა მაინტერესებს იცით ამ გამათბობლებს თქვენი ქარხანა უშვებს ხო ეხ ჩვენ 31 ქარხანა უშვებთ და ეგ ქარხანა თვითფრინავებს აუშვებთ და კი უშვებდით მაგრამ ვიღას რაღაც უნდა შენი თვითფრინავი ახლა ჩვენ გამათბობლებს უშვებთ პროგრესიც მესმის მაგრამ რა არის იცით მე მითხრეს რომ 130 კვადრატულიაო და ეს არის 130 კვადრატი დიახ მე და ჩემ ადამ უკვე ორჯერ გადავზომეთ და 130 კვადრატულია დიახ ისა ამათ პატარა ნაბიჯები აქვს და დაუკეხლა ეს ბაშა იცით რა მაინტერესებს გარანტია ხო გვაქვს დიახ აქვს აი 3 წლის განმავლობაში თუ გაფუჭდება ჩვენთან მოიტანთ და ახლით შეგიცვლით და 3 წლის მერე თუ გაფუჭდება არ შეგიცვლით უკაცრავად მაგრამ 3 წლის მერე ჩვენ აღარ ვართ პასუხისმგებელი და ვერ შეგიცვლით ხო დიახ აი მე 10 წელიც რომ გავიდეს მეტი არ მინდა გაფუჭდეს და შეგვიცვლია კი რა მეცაც იზამე ნეტა გაფუჭდეს ეგ მინდა მეც ფაქტიურად მე მოვჭი აი მე ესე უცებ და ჩუმად ჩაქუჩი მათხოვეთ ჩაქუჩი მომეცით გამატარა თამარ თქვენზე თქვა ოსტატიო თქვენზე თქვა მადლობა გაგიხარდა აბა გადაირიე მე წავალ კარგად ზამთრობთ ნახვამდის აჰა
ვაიმე, ერთი წუთი. არ მინდა ეხლა. რა მაინტერესებს იცით? აი ეს გამათბობელი ჯობია თუ პირდაპირ корпуში სიდამონიძეებს რო აქვთ დამონტაჟებული. უკაცრავად, მაგრამ იქ არ ვიცი რა აყენია. კარგი. ქეთევან, ეს ჯობიაო. ჯობია. ვაიმე, მე მოიცადე რა, მოიცადე ერთი წუთი. ისე თამამ კარგია ეს რომ დავაყენეთ მე მომწონს ძალიან ხო ერთ პატარა ბალის დაგიდებ მაგ ხა ფანჯარაში ყურება კი გიყვარს შენ და იქნები ესე კატასავი შევედით. ჩემი გამატარები. Tom Cruise. გამომაწევინე ეს კარატა. მიდი. დასახლებზე. ჩემსკენ აწვევი? აბა, აქეთ გამოწიე. მიდი. სანდრო. მაგარი. შენიცი ეს რა არის? ჰა? ეს არის კაპიტალ. ამას რო გავყიდი. სანდრო. ავაწყობ ცხოვრებას. აი ეს, არ გამიტეხო რა. ამას. რა, შეგედი. კანადაში რა ვიყავ. ნამსხვარი, თხილი, ყავა, ჩუპაჩუპსი. საით მიდის ქართული მედიცინა. საით მიდის არ ვიცი რა. სანდრო, ნახე. აი ესე რომ შემოვიდოდი ხოლმე, სანდრინიო. ხო იქ იყო რა, თელი ეს დავხდებოდნენ რიგში ვინც იყო ირაკლი ექიმობა ბრძანდით პროფესორო ეს. დაჭიქი. ხო და ასე შემოვიდოდი სანდრო. აქ დამხდებოდნენ თელი ეს თავარი ექიმები. ასე გამოწევდი ამ სკავს. ესე სანდრო ესე აი ვაზანზარებდი და ყველაფერს ვაზა. გასრავად? ჩემ კაბინეტში რა გინდათ? მე რატო მეუღლები? აი, ამას გამოვხები. უპასუხე რა მინდა? ის ოი, დამძაით. არ მოგერიდო, დამძაით. მე ვარ თქვენი კოლეგა. დიახ. კოლეგა ვარ, ექიმი, პროფესორი დათო ალექსიძე. თუ ალექსიძე. თქვენ მხატვარ დათო ალექსიძეს თუ იცნობთ? არა. სამწუხაროდ. იგი მოიცა, ჩვენ მანგოგაზე იძახის? გაჩვენდი და წკივი. რა არის ეს ცოტა უცნაური პაციენტია. ხო და მე თქვენთან მოვიყვანე გასინჯვაზე ეს უცნაური პაციენტი. რა არის იცი? აი შეხედეთ ნახეთ დაგვირდით. რა არის იცით? ქრონიკული ჰიპოქსია. ანუ როგორ არის იცი განაცვალე? სუ ჰიპოქსიაშია, დილას ჰიპოქსიაშია, საღამოს ჰიპოქსიაშია, როჭამს ჰიპოქსიაშია, როძინავს ჰიპოქსიაშია. უკაცრავად, მაგრამ იცით ჩვენ ენდოკრინოლოგებს გვიჭირს ჰიპოქსიის დიაგნოზის დასრულება. ეს კი ვეღარ გავითვალისწინე რომ თქვენ
ეს ენდოკრინოლოგი უბრალოდ რა არის ისეთ აი თქვენი წინამორბედი ხო იყო აქ თავარი ექიმი თქვენს წინამორბედი ხო იყო აქ თქვენს თავარი ექიმი აი მასთან მომყავდა ხოლმე ესეთი უცნაური იშვიათი შემთხვევები მე ჩვენ ვჯელობდით კონსილიუმი მქონდა საინტერესო სტატიებს ვაქვეყნებდით და ირაკლი ჩხეიძე სულ დამავიწყდა რა გალის ვერ ხდება ეს აი, რას ვამბობდი იცით რომ საით მიდის ქართული მედიცინა თქო. აი მას ვამბობდი. მხატვარი დათო ალექსიძე იცის და ექიმი ირაკლი ჩხეიძე არ იცის. მე ორივე ვიცი. ისი ჩხეიძესთან მაინც ნუღარ მიიყვანთ. რო? იმიტომ რომ უმუშევარი დარჩენილა, უნერვიულია და გალოთებულა კიდეც. ეკაიკო დაასწრი. მიდი გადი დამელოდე მეც მოვანგავალ მივალ. მოდი გადი. მიდი. არის სოლემ. დიახ. რა თქმა უნდა. კი. აი. ასე ჭორებს თუ ვაყვებით გენაცვალ. არის ესა უცებ ერთი რაღაცა სისულელე სიტყვის და რას ქვია გალოთებულა ირაკლი ჩხეიძე. როგორ გეკადრებათ? რა გალოთებულა? კაც 2 დღე არაფერი დაულევია. რა კარგი მოსვია. რა იცი რა ესმით რა საკერე. იცი რა გადაგება რა. მოხდით უკვე? ეს მალე დამთავრდა ჩემი მშობლებთან კლება. დათო. მე შენთან სერიოზული საქმე მაქვს. გიხვეწებით და სანამ საუბარს დაიწყებდით. აი მაცივაში არის ცი პორტოხლის წვენი და მომიტანეთ. დავით. საქმე მაქვს მეთქი შენთან სერიოზული. ვერ გაიგე? კარგით არ მინდა წვენი იყოს. მოგრეთ, საქმე იმაშია რომ ამ ბოლო დროს რაღაცა საყვედურებს ვიღებ სამსახურში შენს გამო. და მეს არ მომწონს. არგით რა ნუგიყვართ ხოლმე ეს ყველაფრის გაზვიადება ხოლმე რა. მე საერთოდ არ ვაგვიანებ გაკვეთილზე და როდის დამეგვიანე, აი როდის დამოგვიანე. როდის? დღეს გუშინ და გუშინწინ. აი იტყვებით. გუშინწინ მე საერთოდ არ ყოფილვარ. ციო და დამეზარა ადგომა და არ წავედ. არგით რა. რატო გამომიდეთ ახლა იწყებ და დნობას. ოღონდ ჯამილეთ რა ლიგა. აბა ერთი აქეთ გამომხედე დავით. ლიგუნა. ლენა დედა. რატო ეჩხუბე ბიჭო ნატას, ჰა? მთელი ღამე არ ეძინა გოგოს გუშინ. მომიყევი ახლა ყველაფერი. სულ დამოვიწყდა 1000 საქმეა სახლში გასაკეთებელი და აქ რა სულში ვარ მე არ ვიცი. დავტრიალდები და დავაკეთებ ყველაფერს. აბა ეხა ნუ ცანცარებ. დაჯექი მოდი აქ. რისი გავკეთებელი ხარ ბიჭო შენ, ჰა? მივხვდი ესე თქვენ იმაზე გადაწყვეტეთ ხო შემთხვევით რომ გადამივარ და ნიტო თქვენი ტელეფონი. მაგაზე აი იმაზე სადარბაზო შეგაშინე და უკრო. რა? ის კანადაზე რო უთხარი ჟურნალში კალია ჩაუზვით. ეს რა საწყენია ხაბატონიანა. თქვენ არ მეუბნებოდით ჩემი საყვარელი სიძე ხართო. ამაზე ხლა და შენ მეუბნებოდი რომ კარგი ბიჭი ვიქნებიო, სამაგალითო სიძე ვიქნებიო, არ დავიგვიანებო, კარგი ქმარი ვიქნებიო. არგით რა. მე უნდა ამყვეთ ამ ხელა პედაგოგი ხალი გამოცდი.
რა კაი კაშნე, როგორ მიყვარს ეს? ძალიან გიხდება სხვათა შორის. სულ ძალიან მოგამას. დადე კაშნე. დავდო კი ბატონო, აი, დავდო. დავით. კი. მე ვგრძნობ, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. უკვე დაწყნადით? არ არის საჭირო. იგინდათ იმას გავაკეთებ, აი, ხელებზე რო ვდგები ხოლმე, თქვენ რომ მოგწოდეთ. კაშნე უკვე ხეხებით, ა? არ მინდა. არა. რადა? რა? იცი რას გეტყვი? კი. აი ეს ვითარება ასე აღარ გაგრძელდება. ან ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. ან რადა შეგიძლია თუ არ მოგწონს, წაბრძანდე. როგორ არ მომწონს? როგორ არ მომწონს? გადასარევია, მომწონს ძალიან. როგორც თქვენი თქმით, ისე იქნება ყველაფერი. აი ხომ მითხარით, დადე კაშნე, დავდე კაშნე. ეხლა ავდგები, მოვიტან ჩემთვის იმ ფორთოლხის პრინს და თუ კიდე თქვენს მოგაცნობთ ეხლა. არ სადაც არ წახვალ. არ წავალ, კი ბატონო, მოვა. იცი რა, შენ მე მგონი ვერ გაიგე რა გითხარი. ეხლა კარგად მომისმინე, თავიდან გაგიმეორებ. აჰა. ასე აღარ გაგრძელდება. ან ისე იქნება და ისე მოიქცევი, როგორც მე ვიტყვი. ან არადა წაბრძანდები აქედან. გასაგებია? როგორ წაბრძანდები ახლა, როგორ წაბრძანდები? თქვენ დაფიქრეთ, ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნებაო? ხო და ჩემი სახლის კარი ახლა ძღიაა, დავით. და შეგიძლია წახვიდე. აი მე ლაში კომეტი აღარ შემიძლია ძალიან ცხელა. აი მე რა ვქნა კეთებარ, ვერ გამოვარტოვით იმას. თქვა რომ ჩართული იყოს და აი ხო იც მაგას რა გადაათქმევინებს. არა, გადასარევი რამეა ეს გამათბობელი. როგორ კარგად გაათქვა, აი მოტეხას იცივე. ძალიან კმაყოფილი ვარ. აბა. ცოტა მაინც რო ჩაუწიოთ იქნებ, ჰა? მინიმუმზეა დაყენებული. გამოვთოთ მაშინ იქნებ საერთოდ ცხელა რა ძალიან რა. მე ცხელა და გააღე ფანჯარა. ფანჯარას ვერ გავაღებ, თამარ. იმიტომ რომ ხეები აყვავილდება მერე და სოფლიო კლიმატი შეიცვლება. ეგ რა არის ახლა, რა თქვი? რა არის და არ მეგონა თუ გლობალური დათბობა ჩვენიდან დაიწყება. აი მე რამდენს ლაპარაკობ ლაშა, შეძირა სამზარეულოს შეჭამე რამე. არ მინდა მადლობთ, გიახელით წერა. აი მაგიდაზე შოკოლადი იყო და ის დაბლიე. კეთუ. ეხლა შენ არ მითხრა რომ ცხელა. რაო? ვიტყვა ცხელაო. ცხელაო, მე ვთქვი ცხელაო. რა სისულელია, დიდი სისულელი, რა საცხელა. აბა შენ სულ რატო ცხელა, გამაგებინე. რატომ ცხელა იცი თამარ და ეხლა თქვენ ხარ დაბლა. დაბლა სიგრილი, აბა მე მკითხე ხარ ზემოთმეტი. მართალია ლაშიკო, თამრი. აი აქ სულ რაღაც 32 გრადუსი. ეს ვიღა ეხლა, მინდი გააღე. ვინ იქნება თამარ ეთყობა გადამფრენი ფრინველები მოვინეთ ფილტვში. მინდი გააღე. ვაი. რა კარგი კარები. გრილი და ისეთი რაღაცნაირი. მოდი ვახო, შემოდი, ესე. ნე, ტანზე თაფლი წაიცვი და დაგვიჭერ. ძალიან ცხელა რა თქვა. ეხლა ეს კიდე. რას მორბოდი თუ არ გინდოდა?
არაფერი უბრალოდ აი ამ კედელზე სანთლები მაქვს და დამიდნა. და ვიფიქრე შემოვნახავ ხომ შვიდობაა მეთქი. ხომ, შვიდობა, ხო დაინახე, ახლა შეგიძლია გახვიდე ცხელა. კარგი გავა, მაგრამ რა აზრი აქვს? თელ კორპუსში ცხელა უკვე. აი მედიდა. კარგი რა ლაშარა. შენ მაინც თუ დაბრაგუნობ რა, კარგი რა გაჩერდი რა. კეთებან მე არ დაუბრაგუნო. ეთყობა ზევით ადეიშვილები ბრახუნებენ. ესე ჭერი გაუცხელდა და ხტუნაობენ. მოდი აბა. ლაშკო მოდი აბერთია გაიარე. გაიარეა. გამოიარე ლაშა. ვაიმე კიდე გაიარე. ვაიმე რა კარგი ნიავია. ვაიმე. რადღეში ყავს და? ხედავ რადღეში ყავს და? მიდი კიდე ჩქარა და მოუმატე მიდი და მერე ჩქარაიარე და კარტოფილს შეგიწვავ. მიდი. ვაიმე. კეთებან. ეხლა კარტოფილი შეწვას რა უნდა. და თალიაგენ მაგიდაზე დაყარე მოური. ნუ არ მიიწვას რა. ირბინე ლაშიკო ირბინე. ვაიმე, მოდი იცი რა ვქნათ. ვაიმე, ეზოში ჩავიდეთ, ეზოში. გამახსენდა მაღაზიაში საქმე მაქვს. მეც გამომიჩნდა ეხლა რაღაც საქმე. წამოდი არ ვიცი რა, ესე როგორ გცხელათ, რომ ეზოში გარბიხარ. პირიქით მე რაღაცა მცივა ვერ გავთქვი გაყიდული ხელები. მიდი ხელები გაიწვე, მიდი. აი მე და როგორც რა მეკნა მაგრამ ავტიქით წამოვიდი. რა არის ეს ხე ირაკლიმაც თუ არ მემიღო? მე რა ვქნა აღარ ვიცი. ხოდა ძალიანაც კარგი ქენი რომ წამოხვედი. იცი ირაკლიზე ნერვიულობ, ხო იცი როგორი კეთილი გული აქვს რა. დათო. აი იქ შენ ოთახში მინა არის ჩავტრეული და ძალიან ცივა. მაგას არ უშავს, თავარია ოთახი იყოს და. ისე დიდი ხანია ზინავს ბატონ პროფესორს? საკმაოდ კი. მარიკა. დანო. რა ვიფიქრე, ცი? ამას თუ დიდი ხანი ზინავს. მე აი აქ რო დავხვდე. როგორ მოვა, ხო უყურდება? კი, მგონი კი. რო დამინახავს. კი. ხო? მე ვეთქვი რომ რა იყო? ეს იყო სიზმარი თქო. სიზმარი იყო თქო. მე მართლა კი არ წავსულა რაკეტა. დაგე სიზმარა თქო. კარგი ახლა, კარგი ხო, მაგას დაიჯერებს ახლა ირაკლი. ხო. შენ ჯობია რომ გამოვა, ისე შენებურად კი არ მოიქცე, პირიქით მოესიყვარულე, მოეფერე და გავუხარდება. ვა! ეს რა სტუმარი ყოლია. გავჯოგეცი. না ერთუთი რა მარიკუნა ნინიმ გაიღვიძა ერთუთი რა გონი ნინია გონი ხო გაიღვიძა რა მიხელი გავჯოგეცი როგორ ხარ ირა კარგად როგორ მაკლდი მოკლედ აი როგორც თებს წალი ისე მაგ შენ რა კი მეც მაკლდი როგორც ღატაკს ოქრო ეს მაგრად კი რა ეს სიმართლე აროს ზარგიტოს როგორც ღატაკს ოქრო აი მე რა ბედნიერებაა რო იცოდე რომ გადახვედი და ასე ყოველდღე აღარ მიწევს შენი ამ ბრძნული გამონათქვამების მოსმ ხო ეს რა? რა ჩანთებია ეს? ეს. რა ჩანთებია ეს? დათო? ეს რა ჩანთებია? ნო! ჩანთებზე მეკითხები რა? ჩანთები არის ეს კი, ჩანთები.
ჩანთა? რა არის რო ჩანთა? რა ვერ ხდება რო ჩანთა. უყურე ერთი ბორგლებიანია მეორე უყურე. გამოიყენება რაღაცებინა ჩა როგორ ჩანთა არის რა არის ეკა როგორ არ ვიცი ჩანთა როგორ არ ვიცი მაგრამ აქ რატოა არ ვიცი რა ვიცი აქ ჩანთა რატო არია ხო და ვისია ორია და ვისია ვისი არის და ხო ჩემი არის რატო ეხა გეტყვი აქ ყველაფერს მე მეგონა ეს მეკითხებოდი რომ ეს არის ჩანთაო არ ქონდა არა ჩანთა არის მაგრამ ვისია და აქ რატო არის ჩემ ხო რატო და ხო მეც არ ვთქვი რატო აიტერე ჩანთა არ ვისი არის და ეს რა ხდება ეხა გეტყვი ხო ჩემია შენია ჩემი სიმამს დაშემდა ესეთი ცუდი თვისება ლიანას ხმარს ხო ლიანას ხმარს დაშემდა ცუდი თვისება ჩემს მაისურებს იპარავს და მე აქ თავისთან და იძულებული გავხდი ხო ეს ჩემი მაისურებს და ყველაფერი ჩავალა გოხობი ამ ორ ჩანთაში და სადაც ლიქ ბატარო დავიღალე ჩამომწდა ესე იპარავს ჩავალა ხო და გამაინტერესებს იცი ლიანა აი ის ვინც შენ მაისურებს იპარავს იმის ცოლი როგორ არის ხო არ გიჩხუბიათ კარგად არის კარგად არის კარგად გადასარევად კარგია შენს კი რა არის ახალი და ეს რა ესე ვიყავი დღეს ჩემთან იქ საავადმყოფოში ძველ სამსახურში კაბინეტში აი ხედავი რა ნენელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება დათუჩა ნა აი პულტია მანდ ნახე მაგიდაზე ხო და გადართე რა ძალიან გთხოვი პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა იწყება ეხლა მაინტერესებს მიდია აი მე როგორ მიყვარს შენ მეუბნები არქიპის გადართვა რა აი როგორ მიყვარს ხოლმე აი გადავთ ის პატოშურის თუ გინდა ვიქნები ხოლმე ახლა ეს გამორთავ რო მეწვი გამორთავ ჩავთავ გადავთ არა ნუ შეწუხდები არ არის საჭირო დათუჩა არ არის საჭირო შენ იყავი იქ შენ სახლში სადაც ხარ ლიანასთან მე ვიქნები აქ და როცა საჭირო იქნება მე თვითონ გადავთავ შენ იყავი ლიანასთან დიახ მარიამი დავაძინე ნინიმ გაიღვიძა მოიცა ნინიმ გეხლა გაიღვიძა ის ნინი არ იყო მაშინ რო გაიღვიძა მე რო გამოვედი მე ირაკლი აი იქ დათოს ოთახი აი იმ ოთახში ირაკლი იმ ოთახში მინა დროზე თუ არ ჩასვი სახლში უკვე ძალიან ცივა ოირა ჩა მეზობლებო ეს პადაც ხარ როგორ ახარ მომენადი ეს მარიკა მარაო მათხოვე რა მარიკუნა ათხოვე თამარჩიკს მარაო და იქ კიდე კალენდარი უნდა მქონდეს მე კალენდარი ხო და ისიც ათხოვე ჩახედავს ხოლმე ამან ეს დეფილე გაქვს სადარბაზო არის იცი გამათბობელი დავაყენეთ კარგი და ისე კარგად დაათბორო ცხელა ჩვენთან ცუდად ვარ მე ბავშვებს დავხედავ და აი რა ვიფიქრე იცით ხო რა ვიფიქრე სანდროს და სალომეს ხო უნდა დასასვენებლად წასვლა ხო და ვერ წავიდე ახლა მე მოქვს იდეა ვეტყვი რომ ღლონტებთან გადმოვიდე ღლონტებთან და აქ დაისვენონ ეხლა თამარჩიკ მართალია ზღვა არ გაქვთ მაგრამ ამინდები კარგი გქონდიათ გავიცინო თუ გეჩხუბო მომეცი მარიკა დაგიბრუნებ მადლობა არა იყოს თამარ ჩვენ აგვისტომდე არ დავჭირდება არ გინდათ კარგი მარიკა მადლობა ვეზე აიმე მარიკუნა მოდი ბეგურა მოფთხიალ მოდი ნახე მარიკა როგორი დაკვირვებულია შენი ქმარი შეხედე მარიკუნა რა საოცარია ეს საქართველო რა საოცარი აი ჩვენთან ხო შემოდგომა ხო? შემოდგომა. გახვალ ღლონტებთან მარიკუნა და იქ ზაფხულია.
შეხვალ იმ ოთახში მარიკა იქ ზამთარია უკვე დაზამთრდა. ესე იგი ერთ დღეში მარიკა, ერთ დღეში 3 სეზონს ნახავ მარიკუნა. 3 სეზონს სასწაულია. კარგი ხო რა კარგი რა დამჩები ხო დამჩები. ჩები არიან რა. დარჩი. ჩები საქმე არა მაგ. აჰა. დარჩი დათუჩა. დარჩი ცოტა ხანი, 1-2 ჭიქა დავლიოთ მე და შენ და მე წადი. მოდი. ირაკლი. ხო. დარჩება დღეს ჩვენთან დათო, ხო? არა, კი დარჩეს მარიკუნა, მაგრამ ცოდვა მარიკა, იმ ოთახში გაიყინება და ჩავსვავ მინას და მოვიდეს მერე დარჩეს ზეგ. ავიცი კვირას მოვიდეს ბარსელონას თამაშს უყურებთ ერთად და წავიდეს ისევ. ზეგას დავჩები ირაკლი. მაზეგას. მერეს. მარიკა. ბატონო. გოგის არაყი სად არის დათოს ეჩქარება და გზა უნდა დაულოცო. ხო. მიდი, და სად წაიღებ ხოლმე ამ გოგის არახს რა. მოიტანე. აჰა. ეხა მე შენ გზა უნდა დაგილოცო. დაგილოცო. მომეცი? ეხა მე შეგეტყვი სად გაგიცელოს. ვაიმე. როგორ მომენატრა შენი ეს გრძელი სადღერძელები რო იცი ხომ როგორ გისმენდი ხომ როგორ გისმენდი სიგულის ყურით გისმენდი ხომ როგორ ხო და ალავერ ჩვენთან ვარ. მალოთ. დათუჩა? დიახ. შენ წასვლას და ჩვენ დარჩენას გავუშვს. ასე უცხოთ ხო? კაი ხარ, გონგირა, კაი არა. მიდი. მე მანამდე დავასხავდი. მიდი. როგორია? აი მე ირაკლი ერთ რა დამალე ლევინე, მარიკუნა, გოგის არაკია, სულ ამავსვავთ, სუფთა. ასეთი მაგარი გამოუვიდა, მოიცა? მე რა მიქელი რა. ადეთი. წამოდი დაგაწინო და წამოდი ადეთი. მიდი შენ ბავშვებს მიხედე, მიდი. აი ხო მიხედე. კარგი, ადეთი მძიმე ხარ ადეთი. მარიკუნა. ბატონო. მარიამი რომელია? პატარა არის მარიამი. ხო და კარადისკენ დავაწინო რა შენ სულ მიხვდე ხოლმე და რა დაგემართა? არაფერი, მიხედე ამას. მე მოდი რა უნდა მაკოცო რა. აიცა, უნდა მაკოცო, მიდი კაცო, გადი, მიდი, მიდი. შეიყვანე რა, მაფიკა. მიდი. მიდი, ნელა. კარგი რა დაგემართა? კარგი ახლა, მიდი, ნელა. რა დამალევინე? მიდი. ნელა არ მოიტეხოს ფეხი მან, ნელა, აიყვანე. საწყალო შენ. კიდე გამოაგდეს ხო? საწაიღო ის გოგის არაყის სად არის? სად არის რა ის არაყი რა? აი მე როგორც
ვისკი. ვისკი. ეს 20 ლარი ეგირე. არა სარჯობია ხე. გავთვი. ამა გადასარევი ნაყენია. არა, თქვენ არა, დიახ. ესე იგი კონდიციონერი გვინდა სასწრაფოდ. დიახ. რამდენი კვადრატული? 130. ხო, მალე მოვა. დიახ. მისამართი იცით უკვე, ხო? და ლიფტიდან ხელმარჯვნივ ღია ყავისფერი ცხელი კარია. კარგი, მადლობა.